Აბუშინ ძალიან საჩინელობა დაგვემართა. ტაქსისტიც მეტად იყო. აი მე ალბათ თელი ცხოვრება მარტო მაგას ვინანებ ყველაზე მეტად. მოყოლაც კი არ მინდა. ეს ქვია გინდა დაიწყე მიდი დეტალებში თან არაფერი გამოტოვო. მოკლედ ტაქსიში რა ჩავჭიქით ამ კაცმე თავიდან რაღაცერად გაიცინა რა. ჩვენ უბრალოდ მივეცალმეთ და თვითონ თქო რომ წავედით გლდანშიო რა. ხო, 5 წუთი არ იქნებოდა გასული რა ჩავჭიქით რა და რანაცნობი სახეები გაქვთ თუ ასე გვითხრა. ნუ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ რა. მე რა ცოტა ხანი რო გავიდა, მე მეუბნებოდა რომ მისამართი რო არ მიგეთითებინოს და თვითონ სადაც ცხოვრობ. მიხატავები შისგან ეგრევე გავხდებოდი იქ. გოგო სეიფი ვარ გაქვთ მოწერილი, ყველა გოგოს უნდა კონდეს რა. უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, რომ რამე სიტუაციაში აღმოჩნდები, ეგრევე გზავნის შეტყობინებას რა სანდო კონტაქტთან. თუ უფრო რაღაც ისე გრძნობ თავს რა. დაიცა გითხრა ეხლა ეგრე უთხრათ იქოს რომ ზუსტად სადაც ცხოვრობ, მეთქი დროზე მანქანა გააჭიროთ, უნდა გადავიდეთ მეთქი რა და კაი კაცო და გადახვიდეთ, მივედით ეგრე უკვე თითქმის. არა ჭერებდა მანქანას. აუ ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ მეთქი ზღვედი რაც უკეთია თქო. ხო არ მოვგაჭე და იქვე მოვგუდო მეთქი, მაგრამ მე ავარია მოგვივიდო და რო გააჭერა მე კორპუსთან მართლა მოვგაჭე ეს ზღვედი ეხლა გადავიდა მანქანიდან, გაუღო მძღოლის კარები და მაგრა დაჟეჟა. ანუ რასანახაობა გამომიტოვები, მაგრამ ეგრე თქვენ იქით რატო გწყვინეთ პირიქით საღულ თქვენ. უჯერ თავარი არ მithქვამს, რომ ვეღარ გაუძლო მძღოლ მოჭერილ ღვეძს და ტეკლას წიხლებს და იყვირა უცბად ტიკო რას აკეთებო და იქვე გავკვავდი. გოგო ბიძა ჩემი აღმოჩნდა გოჩა ხო იცი დედა ჩემი ის ძმა. თურმე გვეღატავებოდა და კუდი ეფარა ვერ ვიცანი. აუ რა მაცინებს. მიხატავები გოჩა წემით? მაგრამ თქვენ რა იცოდეთ ახლა ზოგადად ტაქსის წენ ეგრე უცხოთები რო გილაპარაკება, ეგრე ვეღარ გძნობ თავს უსაფრთხოდ რა. დამიჯერე, გადმოწერე save you.